მოგესალმებით საბერძნეთიდან ემიგრანტები პოდკასტით შიკ ევროპიდან. დღეს სამწუხაროდ ცოტა ძიმე თემაზე მოგვიწევს საუბარი, რაც შეეხება აგვისტოს 2008 წლის მოვლენებს. მოვლენებს იმიტომ ვიძახი, რომ როგორ ვერ ჩამოყალიბდით ბოლომდე საქართველოში ეს ინტერვენცია იყო, ომი იყო. ეგრეთ წოდებული SVO ეს უფრო გამოდის, ხა უკრაინაში გამოაცხადა პუტინმა, 3 დღეში ნამდვილად ჩაატარა საქართველოში სპეცოპერაცია. მაგრამ მოდით დავიწყოთ იქიდან თუ რას მოყვა ეს ყველაფერი და ეს ერთ დღეში არ მომხდარა, როგორც უნდათ რომ შემოგვასაღონ ეს მოვლენები. უპირველეს ყოვლისა, ერმინე მოგესალმები, როგორ ხარ ჩემო კარგო? უფლისწყალობით არ ამიშავს, თავად როგორ გიგით? მადლობა, კარგად. დიდი მადლობა, რომ დღეს ასეთ უმძიმეს თემაზე დამთანხმდი, რომ უშუალოდ აი სამხედრო პირის მხრიდან დაგვანახო ეს მოვლენები. შეგიძლიათ შესავალს გავაკეთებ და აი ჩვენს მაყურებლებს ვთხოვდი, რომ დაიჭიროს ხელში კალენდარი და გეოგრაფია. და მე ვფიქრობ, რომ გეოგრაფია რაღაც ცოტა განსაკუთრებულად უნდა ვასწავლოთ ჩვენ სკოლებში, იმიტომ რომ აი ბოლო ერთი კვირა იმებს რომ ვიხილავდი მოვლენებში რომ არქივს რო ვეძებდი, ხო? აი თან რომ გეოგრაფიულად გონებაში წარმოიდგენ სად რა ხდება, როგორ ხდება, ავტომატურად ყველაფერი ლაგდება და დღესაც ვატყობ რომ ძალიან ბევრი ვერ ხდება ხოლმე, რა მდებარეობა გააჩნია საქართველოს და რა ტერიტორიებზე მიდის საუბარი. მოდი დავიწყოთ ჩვენ 2004 წლიდან, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოდის ხელისუფლებაში. იმავე 2003 წლის ბოლოს მოდის, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში და 2004 წელს პირველი სიგნალი რაც ჰქონდა ჩვენ ხდება ცხინვალში ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია, სადაც ჩვენი მეომრებიც დაიხოცნენ და ამ დააჩოქეს კიდევ სხვათა შორის. ამ მოვლენაზე საერთოდ არ ხდება რატომაც აფიშირება და არც მაგ მოვლენის ფართოდ გაშუქება. ამ დროს პირველი სიგნალი ალბათ მან უნდა მიგვეღოთ. მაგრამ კიდევ უფრო უკან გადავიწიოთ და რა ხდება. კიდევ უფრო უკან თქვენ გაგიკვირდებათ და 2000 წელს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ჯერჯერობით უკვე ანუ ჯერ გაპრეზიდენტებულიც არ არის და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი განცხადებას აკეთებს, რომ უნდა ნატოში რუსეთის გაწევრიანება. რასაც რა თქმა უნდა კაცრი განხილვის დონეზეც კი არ მიიყვანეს, ასე ვთქვათ. რაც მე მგონი აი დასავლეთისთვის იქნებოდა იდეალური სამყარო, წარმოიდგინეთ, რომ რუსეთიც ნატოს წევრი ხდება, გეძლევა სრული ბერკეტები იმისა, რომ თუნდაც შიდა პოლიტიკაში ჩაერიო, რასაც ხა ჩვენ გვიკეთებენ. გინდაც ეგრევე კლავ მისგან საფრთხეს, მაგრამ ამისი განხილვის დონეზეც კი გადაყვანა არ ხდება, რა თქმა უნდა, და პირიქით საპასუხო მოვლენებისკენ იწყებს დასავლეთი მოძრაობას. ეს კიდევ ერთხელ ალბათ აი ჰარტლენდისა და რიმლენდის თეორიას კიდევ ერთხელ ამყარებს, რომ არ სურს დასავლეთს რომ რუსეთისგან მიიღოს დემოკრატიული და მეგობრული ქვეყანა და პირიქით მისი დაშლით თუ ეგ როგორ გამოუვა ეგ არ ვიცით, ეგ ჩვენი საქმე არა, მაგრამ ჩვენ რო გავიჭრით ფაქტი არის. ანუ ამ დროს ასე თუ ისე ჯერჯერობით რუსეთი, როდესაც მოდის ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, რუსეთი არ არის ასე ფეხზე დამდგარი და მუსკულებზე მაყურებელი, პირიქით 4 წლის უკან პუტინი ოცნებობს ნატოში გაწევრიანებას. პირველი რაც მივიღეთ სიგნალი ეგ იყო, რომ ცხინვალში ჩავატარეთ რაღაცა სპეცოპერაცია, მე ვაუქმით, რატომღაც ერგნეთმა დაუყვა საქართველო, რაც ძალიან კარგი ეკონომიკური ბერკეტიც იყო, ხალხთა შორის დამოკიდებულებაც ლაგდებოდა და ეს შემდგომ უკვე აიხსნა იმით, რომ ეს ყველაფერი ანუ ძალიან შავი ხვრელი ჰქონდა სიგარეტით და ნარკოტიკით და მანქანებით და რაღაცებით. მაგისი მარტივად დალაგება შეიძლებოდა, თუმცა აქ ეთყობა სხვა დავალება იყო.
მიცემული, არ ვიცით რომელი მხრიდან. ამ დროს უკვე 2005 წელს ხდება აჭარის რევოლუცია, გადაცემა და ისევ რუსეთი ერთვება, რა თქმა უნდა და რუსეთს მიყავს ასტანაბაშიძე რუსეთში, სადაც ხდება მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება, რომ შემდგომი საჩუქრები აღარ იქნება. ეს იყო ცალსახა განცხადება რუსეთის მხრიდან და ასევე სხვათა შორის რომ გაიძახიან, რომ ჩვენ გავიყვანეთ რუსული ბაზები საქართველოდან, ეგ ხელმოწერა პირველად ადრე მოხდა 99 წელს მოხდა, რომ რუსულ ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე დაეტოვოთ. და ოფიციალური თარიღი არის გამოქვეყნებული, რომ 2007 წლის სექტემბერში უნდა დაეტოვა ბოლო რუსულ ბაზას ახალქალაქიდან საქართველოს ტერიტორიაზე. აქ მოხდა ერთი შეთანხმება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფლად კარგად ვერ იყვნენ განწყობილები პუტინის მთავრობა, ასე ვთქვათ, უკვე და მიხეილ სააკაშვილი, ის რომ საუბარი წავიდა იმაზე, რომ კავკასიიდან რო არ გავიდოდა რუსეთი, ეგ ყველასთვის ცხადი იყო, ხო? და შეპირება იყო ჩვენი მხრიდან ის, რომ უნდა საერთო ანტიტერორისტული შერეული ძალები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომლებიც განთავსდებოდა ისევ, რა თქმა უნდა, ახალქალაქის ბაზაზე და შემდგომ აჭარაში. რაც რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო ეგ პირველი დარღვევა. შემდგომ ხდება 2005 წელზე მივიდეთ, ეგრეთ წოდებული რუსი აგენტების დაჭერა და გადაცემა რუსეთისთვის. ამ აგენტურაზე ცოტა შეგვიძლია გაგვეცინოს, იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეები და, რა ვიცი, MGU-ს დამთავრებული კურსანტები თვითონ ყავთ მთავრობაში მაგ დროსაც კი და ახლა აღარ მაქვს საუბარი. რასაც მოყვა 2005 წელსვე ერთი ის, რომ სატვირთო თვითმფრინავებით გამოუშვეს ჩვენი მოქალაქეები დეპორტაციით რუსეთიდან და იმავე ზამთარში ვითომ შემთხვევით ხდება გაზის მილის აფეთქება და შუა ზამთარში დავრჩით გაყინულები, ასე ვთქვათ. 2006 წელს უკვე ხდება კოსოვოს აღიარება და მაგ დროს გამოდის პუტინი და იძახის, რომ ჩვენს გვაქვს ჩვენი საშინაო დავალებებიო. საშინაო დავალებებზე ალბათ მივხვდებოდით, რომ ან დნესპირეთი იქნებოდა ან საქართველო, იმიტომ რომ მაშინ ძალიან კარგად ქონდა დალაგებული რუსეთს, უკრაინასთან. აღიარება არ იყო 6-ში მომხდარი, მცდელობა იყო უბრალოდ. დაწყება იყო პროცესის. დაწყება იყო, ხო, ამ ყველაფრის და მანდაც მეორე გაფრთხილება მანდ მივიღეთ, რომ ჩვენს გვაქვს საშინაო დავალებებიო, უბრალოდ ციტირება გავაკეთე პუტინის რა. არ მინდოდა რომ ხა რუსულ ენაზე მეთქვა ეგ. შემდგომი ნაბიჯი ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ დავიწყეთ პროპაგანდა სამხედრო რიტორიკის. დაწყებული ალბათ ნინი ბადურაშვილი და რა ვიცი აფხაზეთო ჩემო და ასე შემდეგ. ეხა ეგ ვიდეოები შეგვიძლია მოვიძიოთ და თუ გნებავთ აღწერაში ჩაგიყრით ლინკებს და ასევე რეზერვის შექმნა. რეზერვის შექმნა, თუმცა ეს რეზერვი გადიოდა არასრულ სამხედრო გადაკვალიფიცირებას, ეს ალბათ იყო დიდი თადგომის და გაღვიძების სწავლება და არა როგორ გითხრათ, რაიმე ისეთი სწავლება. შემდეგი ეტაპი, რაც შეეხება უკვე 2007 წელს, გვაქვს ბუხარესტის სამიტი. ბუხარესტის სამიტზე 8-შია ბუხარესტის სამიტი. 8-ში იყო, 8-ში ხო, იანვარში იყო, ხო, ეგ. თუ მაისში იყო. რაღაც ეგ თარიღი ზუსტად 2008 წლის გაზაფხული იყო, ახლა ზუსტად. გაზაფხული იყო, ხო. მართალი ხარ, სადაც ხდება საქართველოს როგორც კანდიდატ წევრად დასახელება, მეფს არ გვაძლევენ და გტოვებენ, ასე ვთქვათ, იმედად იმისა, რომ ჩვენ სამომავლოდ ოდესღაც გავხდებით ნატოს წევრები. სადაც პირველი წინააღმდეგობა გაგვიწია, რა თქმა უნდა, გერმანია იყო პირველი მოწინააღმდეგე, ანგელა მერკელი, იმისა, რომ საქართველოს მიიღო მაპი. მოდით ახლა დავხატოთ სურათი იმისა და პლუს მაგას სანამ აი უშუალოდ
მიუახლოვდებით აგვისტოს თვეს, დავხატოთ სურათი რა მივიღეთ, რომ რუსეთი 2007 წლის სექტემბრიდან კავკასიაში კავკასიონის ქედ გადაღმა აღმოჩნდა. და ამ დროს ნატო ასე ვთქვათ ესპეკულირება იმით, რომ მე შემილია რომ მე შემოვიდე მაგ ტერიტორიაზე, აი მაგიტო ვიძახი რომ გეოგრაფიას დავხედე. სუფთა ლოჯისტიკურად ვის უფრო გაუადვილდებოდა ამ ტერიტორიის აღება, მე მგონი ცხადზე ცხადი არის და რომცა სდომებოდა რუსეთს ეს ინტერვენცია, ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებდა ამ ყველაფერს. და მივდივართ ჩვენ უკვე 2008 წლის ზაფხულში, როდესაც იწყებს რუსეთი ფართო მასშტაბიან ცნებს ჩრდილო კავკასიაში და პლუს მაგას ჩვენი დაზვერვა გვაწვრის და კონდაზვერვაც მათ შორის, რომ იწყება ცხინვალიდან ევაკუაცია, რაც ოფიციალური წყაროებით მე დასტურდება, რომ ჩვენ უკვე ზეპირად ვიცოდით, რომ ცხინვალი იცლებოდა, იქით ცნები არის და ცნები რომ დასრულდა, ჯარები არ დაშლიდა. ერთი საყურადღებო რაღაც არის, რომ მთელი ჩვენი პროპაგანდა აგებული იყო რატომღაც უფრო სოხუმზე, აი უსწყალი, ავიღოთ ის. ერთ-ერთი ყოფილი ჩემი თანამშრომელი იყო სენაკის სატანკოდან იყო და ისაც მაგას მეუბნებოდა, რომ ჩვენ უფრო აფხაზეთისთვის ვემზადებოდით. აფხაზეთზე მე მგონი ბევრად დიდი ძალა დაგვჭირდებოდა ვიდრე ცხინვალზე და ეხა გეოგრაფიასაც რო დავხედოთ, აი სულ რო გულით მოინდომო ცხინვალი ვერ უნდა დაკარგო, იმიტომ ჯერ ეგეთი ცხინვალში არაფერი არ გესაქმება, ეგ უნდა მოგლიჯო როკის გვირაბს უბრალოდ და თავი დაანებო ცხინვალი ერთი კვირა მარტო რო დატოვო, თვითონ შეგეხვეწება აქეთ შემოდიო. აი ეს სურათი მივიღეთ, რა სურათიც მივიღეთ, რომ რუსეთი გადაგდებულია, კავკასიონს იქით არის და საქართველოსი სპეკულირებს დასავლეთი, მე ამას ყველა ვარიანტში მივიღებ. ეხა იქით ამ მხრიდან რომ გადმოვხედოთ, ფაქტია რომ უნდა შეიჭრა და სანამ ის მოვა, უნდა დახვდე მასპინძელი და რაც გააკეთა კიდევაც. ელმენ ეხა სიტყვა შენთვის მომიცია და აი მე რაც გამომჩა, ბოდიში თუ რამე გამოტოვე ან რაღაცა ისე ვთქვი და დანარჩენი შენ შეგიძლია ეს პოლიტიკური მხარე აი განიხილო, რაც ხდებოდა. მოგესალმები ლევან, კიდე ერთხელ, კი ძალიან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩამოთვალე, მაგრამ მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენაც გამოგრჩა ალბათ ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, იმდენი რამე ხდებოდა, ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო და მოდი მეც გავაკეთებ პატარა, ესე რომ ვთქვათ, ანალიზს და სხვათა შორის არა მარტო 2004 წლიდან ძალიან მოკლედ გავაკეთებ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი ზოგადად დაიწყო გუმბარიძის პერიოდში 80-იანი წლების ბოლოს. დღეს რომ ამბობენ რომ ზვიად გამსახურდია დაიწყო და ეს ტყუილია, ზვიად გამსახურდია, როდესაც მოვიდა 91 წელს პრეზიდენტად, როდესაც გახდა ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი უკვე იყო პიკზე ასული. ასე რომ არ დაწყებულა ეს კონფლიქტი 91 წელს და ეს დახვდა მას როგორც პრეზიდენტს ეს ყველაფერი. მე ახლა არ ჩავალ აქ რა მოვლენები იყო, საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო. თავარი იყო ის, რომ სეპარატისტების ჯგუფმა გამოაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონი შეიძლება გასულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან და ამას მოყვა ყველაფერი. 90-იანი წლების პერიოდი კონფლიქტის ზონაში ხასიათდება იმით, რომ რაღაცნაირად ეს ორივე მხარე მეტნაკლებად ცდილობს, რომ სტაბილურობა და სიმშვიდე იქნას შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ ეთნო კონფლიქტის ნიშნებს ატარებს სერიოზულად ეს ყველაფერი, მაინც არ არის ეს ეთნიკური კონფლიქტი, უფრო პოლიტიკური კონფლიქტია. 90-იანი წლების პერიოდში ხდება რეგიონის, ესე რომ ვთქვათ, ფორმირება, როგორც რაღაც გასაგებია კი კრიმინალურ ერთეულად, სადაც უამრავი ცუდი და უამრავი ესე რომ ვთქვათ, უკანონო რაღაცები ხდება, მაგრამ მეტნაკლებად ეს ყველაფერი დგება და უკვე 2000-იანი წლების დასაწყისში რეგიონში
არის არნახული სიმშვიდე გამოწვეულია იმით, რომ ცხინვალის რეგიონში ერგნეთის ბაზრობა იქნება, რომელიც ახდენს ორივე მხრის ეკონომიკური საქმიანობის, ასე რომ ვთქვათ, შექმნას. თანდათან ეს ერგნეთის ბაზრობა ახერხებს იმას, რომ დაინტერესდეს ერგნეთის ბაზრობით მთლიანად სრულიად საქართველოს მოსახლეობა, დასავლეთ საქართველოსთან, აღმოსავლეთ საქართველოსთან, სამხრეთ საქართველოსთან ჩაერთონ ეს. იქნება ბენზინის ვაჭრობა, იქნება პროდუქტების თუ ასე შემდეგ და ფორმირდება როგორც ესე რომ ვთქვათ, რაღაც იცი ძალიან უხეშად მინდა ეს ვთქვა, მაგრამ რაღაც თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიად, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორია აწყობს როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. და არეულობა ამ ტერიტორიაზე არ ჭირდება არავის. მიმდინარეობს პერიოდულად მოლაპარაკებები ქართულ და ოსურ მხარეს შორის და არსებობს იქნება ბადენის დოკუმენტი შევარდნაძეს და ჩიბიროვს შორის. ეწერება მხარეებიდან ხელი დოკუმენტს, რომელიც დოკუმენტიც ითვალისწინებს განსაზღვრას სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული, თუმცა სახელწოდებაც არ იყო, ცხინვალის რეგიონის სტატუსის ავტონომიური ოლქის სახით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში შემოსვლას. არიან სეპარატისტები ამაზე თანახმა ავტონომიის სანაცვლოდ. ანუ ფორმირდება ჩარჩო, რომელიც ჩარჩოს მიხედვითაც ეს დაძაბულობა, რაც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების პერიოდში დაიწყო, იქნას მოგვარებული. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, ხელია იქიდან მოწერილი აქედან. რაც შეეხება კონფლიქტის ზონას. კონფლიქტის ზონაში არის დაგომისის ხელშეკრულებით შემოყვანილი არის რუსეთის სამშვიდობო ჯარები, რომლებთან ერთად ქართული მხარეც მონაწილეობს შერეული სამხედრო, ესე რომ ვთქვათ, შენაერთი ქართულ, ოსურ, რუსული შენაერთი, ეხლა აღარ გადავალ დეტალებზე, იქ იყო ჩრდილო-ოსური ბატალიონიც და ცხინვალის რეგიონის ბატალიონიც და რუსული ბატალიონიც, ქართული ბატალიონიც, მაგრამ არ არის ეს დატვირთული, იცით, აი სრულად ფორმატი არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ რეგიონში მეტნაკლებად არის მშვიდობა, არის კრიმინალური ელემენტები, გატაცება, მოტაცება, რაღაცა, მაგრამ საერთო ჯამში ეს არ არის ეთნო კონფლიქტი, არის მინავლებული. მინავლებული არის ქართველები უპრობლემოდ მიდიან ცხინვალში, როკის გვირაბი ღია არის, გადაადგილება უპრობლემოა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა რასაც ქვია ეთნო კონფლიქტსა ტერიტორიული მთლიანობა. ანუ ადამიანურ დონეზე ჩვეულებრივი კონტაქტები და ეს მომენტი, რომ ქართველი ხარ, ოსი ხარ, მოგვარებული იყო. ადამიანურ დონეზე შეიძლება ითქვას, რომ 95% სრულად მოგვარებული იყო ეგ ყველაფერი. ანუ აქ იყო რა, იყო ძალები, რომლებიც ამ ხნის მანძილზე აკონტროლებდა ერთი მხარე, მეორე მხარე შემოსავალი ქონდა, სარგებელი ქონდათ, რაღაცა და აქ იყო უბრალოდ დარჩენილი აი ამ სეპარატისტული ძალები, რომლებსაც ჭირდებოდა გავლენის შენარჩუნება, ძალაუფლების შენარჩუნება და ამ ყველაფრის გარანტირება და ეკონომიკური სარგებლის დატოვება. აი ეს იყო რეალობა იქ, რაც იყო, როდესაც 2003 წელს ვარდების რევოლუცია მოხდა. მე მინდა გავახსენო სხვათა შორის ჩვენს მსმენელს და მაყურებლებს, როდესაც სააკაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებას აპირებდა 2004 წელს. მაშინ ის იმყოფებოდა ცხინვალში. ცხინვალის ბაზარშიც იყო შესული. ახლა ეს კადრები გამქრალია, მაგრამ ასე იყო ეს 2004 წლის პერიოდი, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა და იქ ადგილობრივ ცხინვალელ მოვაჭრეებს მოსახლეობას შეხვდა და უთხრა, რომ ესე რა ქვია, პენსიას გაუზრდიდა, სოციალური დახმარება იქნებოდა და ესე შემდეგ. აი ამ დონეზე იყო სააკაშვილის მოსვლამდე ცხინვალის კონფლიქტი. ცხინვალის კონფლიქტმა დაიწყო გაღვივება,
მას შემდეგ რაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი და რაც ესე რომ ვთქვა დაიწყო ჰუმანიტარული შტურმის ესე რომ ვთქვა გამოცხადება ცხინვალის რეგიონში და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ჰოლანდიელი მეუღლე, რომელზეც არაერთხელ იყო თქმული, რომ ის იყო დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტი. და მან ესე იგი სამშვიდობო პოსტები, რომელი პოსტებიც ტვირთის გატარებაზე უარი თქვეს, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან დაიწყო ამ ყველაფრის შემოვლა და პირველი დაძაბულობა რეგიონში შეიქმნა ამ ეგრეთ წოდებული ცხინვალის ჰუმანიტარული შტურმით. საინტერესო არის რა? ამ ყველაფერს აქვს თავისი ქრონოლოგია. მანამდე მიდიოდა საუბარი თვითონ აი მიზეზი ერგნეთის ბაზრობა გახდა, ეს ნაცების მთავრობა ამბობდნენ, რომ ეკონომიკური ზარალი ქონდა სახელმწიფოს, ეს გასაგებია, ყველასთვის გასაგებია ის, რომ საბაჟოს გვერდის ავლით რაღაცის შემოტანა, რაღაცის გატანა ყოველ შემთხვევაში აზარალებს სახელმწიფოს, მაგრამ მე მინდა გავახსენო კაცო ამ ხალხს. დღევანდელ ევროკავშირში მსგავსი ფორმულირება, რაც ცხინვალის რეგიონში ხდებოდა, ჩვეულებრივად ლეგალიზებული. ყველა მიცის მაგალითად, რომ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგში პროდუქცია ბევრად იაფია, გერმანიაში პროდუქცია ბევრად იაფია, აი თქვათ თუნდაც თამბაქო, ხო? ის რაც მაგალითად საფრანგეთში ღირს, აი თუნდაც აი ესეთი, ჰოლანდიაში აი ესეთი, თქვათ 14 ევრო, იქ ღირს სადღაც 5 ევრო, 3 ევრო თამბაქო, ალკოჰოლი. ამდენ ნებისმიერი ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება ჩავიდეს არა ევროკავშირის მოქალაქეს რაღაც ნაწილი იყიდოს პროდუქციის და ყველა მიცის რომ იქეთ გატანა. მოგიყვანელი ერთი წავით ბულგარეთიდან კოკა-კოლა რომ შემოდის აქ ევრო და 70 ღირს და აქაური 2 და 20 ღირს და უფრო იმას ყიდულობთ ხო? ხო, ანუ რას ვამბობ ახლა? დღესაც კი ხდება ეგეთი. ყველა მიცის, ამით ცხოვრობს ხალხი ევროკავშირში. არალეგალური ბიზნესია, ლეგალური ბიზნესია, ახლა მე საფრანგეთში ცხოვრობ. სუპერმარკეტებში არ იყიდება, ვიცით სად უნდა ვიყიდოთ, მაგრამ შემოდის ხო? კი ბატონო, ყველა მიცის, ჟანდარმერიამაც იცის, პოლიციამაც იცის, ყველა მიცის. ახლა მე პირველ ეტაპზე, სადამ აქ როდესაც მომიწია ჩამოსვლა, გავერკვევდი რაღაცეებში, კაცო. ამხელა უზარმაზარი ფასები ქონდა, ხო, წეველი ადამიანი ვარ. პოლონეთთან მქონდა წამოღებული თავიდან თუთუნი, მაგრამ მე გამომელია. მე ნახე იქ სომხები იყვნენ ყიდიდნენ, მონღოლები იყვნენ ყიდიდნენ, ქართველებიც ყიდიდნენ, გადადიოდნენ, გადმოქონდათ და ჩვეულებრივად დღესაც ეს ჩვეულებრივი ამბავი. თუმცა კანონს რომ იყო უკანონოა. მაგრამ თუ დაგიჭირეს ახლა პოლიციამ ძალიან ბევრი მოგაქვს, მაგაზე მოგთხოვენ პასუხს, მაგრამ საზღვრები ღია, ყველას მოგ რაღაცა. მე ანუ რისი თქვა მინდა. არ ხდებოდა აქ რაღაცა ისეთი უბედურება, რასაც მთელი ქართული ეკონომიკის განადგურება შეეძლო. პირიქით. ეს აწყობდათ იმათაც, თუ იქედან რაღაცა შემოდიოდა, აქედანაც გადიოდა. მთელი პროდუქცია. მთელი ვაშლი ავიღოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი. მე მგონი გატანა უფრო მეტი იყო. ერთადერთი მან პრობლემა მე რაც დავინახე იყო ის რომ უშუალოდ ხდებოდა ხოლმე ნარკოტიკის და უაქციზო სიგარეტი. ხა ეგაც დიდი პრობლემა, ნარკოტიკი რა თქმა უნდა პრობლემა, მაგრამ ერთი ბლოკპოსტი გაეკეთებინათ და მაგის კონტროლს რა უნდოდა, ხო? ნარკოტიკი დღეს რო შემოდის საქართველოში, იმდენი არასდროს არ შემოსულა შემოწვა. რა თქმა უნდა, სადაც არის ესეთი ზონები, იქ ყოველთვისა ამის საშიშროება, მაგრამ არ შეიძლება ბარიგების გულისთვის ომი დაიწყოს ქვეყანაში. მე ამას უყურებ სულ სხვა კონტექსტში. მოდის ეს კაცი ღებულობს გაფრთხილებას, სხვათა შორის, აი სწორად შენ რო აფხაზეთში და სამაჩაბლოშიო პუტინმა შემოუთვალა ასეთ რამეს არ ელოდედო. რატო შემოუთვალა? იმიტომ შემოუთვალა, რომ როდესაც ასლან აბაშიძე წაიყვანეს აჭარიდან რუსებმა და რუსული სამხედრო ბაზა არ ჩაერია ამ საქმეში. მათ უთხრეს ერთი პირობა. მე წავიყვან ასლან აბაშიძეს, მაგრამ ასლან აბაშიძე კრიმინალად არ გამოაცხადოთ, იმიტომ მე გამოდის, რომ რუსეთმა კრიმინალი შეიფარა. და პირველი რაც გააკეთეს,
როგორც კი ასლან აბაშიძე წაიყვანა რუსეთმა, ასლან აბაშიძეს და მის ოჯახზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და მთელი ამბავი ატეხეს. აღარ ვლაპარაკობ უკვე იმ ხელშეკრულებაზე, რომელი ხელშეკრულებაც იქნა მიღწეული და დარღვეული. ამ ტერიტორიაზე იყო საუბარი ბაზის გახსნის, რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის, სხვათა შორის იქ, როგორც მე გავარკვიე, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო ნაწილი არის ხელშეკრულების, მაგრამ როგორც დიპლომატიური წყაროებიდან იქნა გამოჟონილი ინფორმაცია, აქ ითვლებოდა, რომ ძირითადი უშუალოდ საბრძოლო შენაერთი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები და ინსტრუქტორები 60-40-ზე უნდა ყოფილიყო ბალანსი, ეგ მეც ვიცი, კი. უფრო მეტიც ჩათვალე, რომ შეიძლება 80-20-ზე ყოფილიყო, იმიტომ რომ რა გვაწყობდა ερμიდე ისე, სანამ აი თუნდაც დასავლეთთან ასე თქვა სავაჭროთ, ხო? ნატოსთან მიმართებაში შეგვეძლო იმაზე საუბარი, მე გაგვემართა, რომ არ გინდა აქ ер მყავს უკვე და მაშინ ეს უკვე მიცავს და შენც თუ არ ივაშკაცებ ასე ვთქვათ, აგერ არის ზუსტად მაგაში არის საქმე და საქმე ეხებოდა რას? საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ცენტრის შექმნას. რაშიც ქართველები მონაწილეობდით ერაყში ამ ლოზუნგით, მონაწილეობდით ავღანეთში. ხო, ნატოს მისიებზე გარკვევლავდა, ხო? დამატებით არა, რას ამბობ პირიქით? პირიქით ჩვენს პოტენციალს ასე ვთქვათ. ხო და მაგას ვამბობ, ლევან, პირიქით, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც რუსეთი და ნატო აქტიურად თანამშრომლობდნენ მათ შორის ავღანეთში ნატოს ტვირთების გატარების და ყირგიზეთში მენესის ბაზა იყო გახსნილი და პირიქით რუსეთში უზარმაზარი ცენტრი უნდა აშენებულიყო ნატოს ჯარების გამოყვანის და ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც დასავლეთი და რუსეთი ძალიან კარგად არის ერთმანეთთან ჰარმონიზირებული, ეკონომიკურ თანამშრომლობას ანაგებს, სამხედრო თანამშრომლობას ალაგებს. ყველაფერი მიდის ნელ-ნელა მიდის იქეთკენ, რომ დეესკალაცია მოხდეს და ამ დეესკალაციის პერიოდში უნდა ისარგებლოს საქართველოს, რომ რუსეთს და დასავლეთს შორის დალაგებულ ურთიერთობაში რაღაცა თავისი სასიკეთო გამოიყენოს. ყველაზე კარგი მომენტი გქონდა სხვათა შორის ეგ და აი რაღაცას დეტალს გეტყვი ერთი წამით იმ დღეს უყურებდი იმას Top Gear-ის ძველი მას არქივს და თუ გახსოვს საქართველოსდან რო ერაყში გადაფრინდნენ, საქართველოში ჩამოფრინდნენ, რაღაც საშურპაო ფილმივით ქონდა გაკეთებული და ეს არის 2006 წელი დაახლოებით, გვია ის ზაფხულის პერიოდი არის. და რა შვებიან ჩამოდიან საქართველოში, ქირაობენ რუსულ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავს, ყიდულობენ სამ მანქანას, ფრინდებიან ერაყში ამერიკულ ბაზაზე. რუსული სამხედრო თვითმფრინავი. რა დონეზე იყვნენ ერთმანეთში გარიგებულები ასე ვთქვათ. კაცო ჩვენ ხო გვახსოვს ეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არის უპრეცედენტო თბილი პერიოდი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი მიდის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანჩოზე ცხოვრობს. ხო? ანუ დგება რაღაცა არაბუნებრივად თბილი ჰავა დასავლეთ და რუსეთ შორის. ახლა ესეთი პერიოდი ალბათ რა ვიცი 100 წელი არ დადგება კიდე რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობებში. და ამ დროს რა ხდება ჩვენთან საინტერესოა. დასავლეთი და რუსეთი მეტნაკლებად თითქმის ყველა მიმართულებით 2007 წლამდე ახერხებენ ჰარმონიზებას ურთიერთობების საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერი 2007 წელს მიუნხენის სამიტზე ხდება უბრალოდ იქ სერიოზული დაპირისპირება რა პუტინი ამბობს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნა, რომ ჩვენ გავწევრიანებულიყავით დასავლეთის სამხედრო ბლოკში და ყოფილიყო უზრუნველყოფილი მშვიდობა ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე იქნა უარყოფილი. ჩვენი მოსვენა არ უნდათ, ჩვენი გათვალისწინება არ უნდათ. ჩვენ საწინააღმდეგოდ იწყება რაკეტების ფარის განლაგება პოლონეთში, ჩეხეთში, რაც ეს ჩვენ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და უკვე 2007 წელი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ეს არის უკვე საყრდენი წერტილი, სადაც უკვე ხდება მხარეების გაყრა, უკვე უარყოფით ურთიერთობებზე გადადიან ნეგატივი იმატებს და მიდის იქამდე რაც დღეს მიმდინარეობს. მაგრამ ამ კონტექსტში საქართველოს საკითხი არის განსაკუთრებული. როდესაც დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთთან არის ძალიან ჰარმონიზირებული, აი ესე დროს
საქართველოს და რუსეთს შორის ხდება ურთიერთობების დაძაბვა. და დააკვირდი ახლა რას. აი ესე მოგვარებული ცხინვალის რეგიონის საკითხი. ხო? მართლაც უნდა აინტერესებდეს პირველ რიგში საკუთარი სამშობლო. პირველი დაძაბულობა იწყება ცხინვალის რეგიონში. აი ამ ვითომ აი ამ ბაზართან დაკავშირებით, მაშინ ვოვა გუცაევი გაუშვეს თურმე შესახვედრად კოკოიტთან, კოკოიტს უთხრეს, რომ 80%-ო ბაზრობის ჩვენიო, 20% შენიო, ბიჭებო, მაგიო, იმან შემოუთვალა, რომ არ შეიძლება მან შეიყოსო, ძალიან ბევრი მიგაქვთო და 40 ჩვენიო და 60 თქვენიო. მაგრამ 5 მილიონი ფული შეპირდენო, კოკოითი გამოვიდა 2 დღე მაცალეთო, რუსებს მოელაპარაკა და თქვა, რომ ქართულმა მხარემ ჩემი ყიდვა მოინდომაო, იქ ცხინვალშიც ხდება ჩიბიროვის შესვლა კოკოითით და იწყება ამ დროს პარალელურად კოკოითი ფანდარასტის ოპერაციები და 1000 რაღაცა და პირველი უბედურება, რაც ხდება ცხინვალის რეგიონში 2004 წელსვე ამ დაძაბულობის ფონზე ოსურ მხარეს აყავს ქართველი პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები იყო, რომლებიც წაიყვანეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, დააჩოქეს პირდაპირ ცხინვალის ცენტრში, რაც ამათმა მიიღეს, ჩათვალეს, რომ ეს იყო გამოწვევა და შეიყვანეს კომანდოს ბატალიონი, შავნაბადას ბატალიონი, მე-11 ბატალიონი, თელავის ბატალიონს ეძახდნენ. შეიყვანეს კონფლიქტის ზონაში, შეიყვანეს ისე, რომ მე ახლა უშუალოდ იმ ბატალიონში მსახურობდი და ვიცი რაც ხდებოდა, ხო, ახლა მართალია 2005 წლიდან მსახურობდი, მაშინ არ მსახურობდი, მაგრამ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც მანამდე მსახურობდნენ, ვიცით მოხარშულად რაც ხდებოდა. კონფლიქტის ზონაში შეიყვანეს ქვედანაყოფი, განალაგეს ამ სიმაღლეების სხვათა შორის ძალიან არასწორად წვერიახოს მთის ქვემოთ, რამაც გამოიწვია უკვე სამხედრო კონფლიქტის ინსცენირება. ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან არსებობს ესეთი გაბატონებული აზრი, რომ თურმე 2004 წელს ცადეს ცხინვალის კონფლიქტის გადაჭრა. ტყუილია ეს, ტყუილია. ყველამ კარგად იცოდა, რომ სამი ბატალიონი ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა. აქ იყო სულ სხვა რაღაცაში საქმე. მაშინ, ვისაც ეს შემდეგ უკვე 2008 წლის ომის დროს გავიგეთ ეს ყველაფერი, აქ იყო ერთი მარტივი რაღაცა. აინტერესებდათ ამ პირობებში მყოფი რუსეთი და იმ შეიარაღებით და იმ ძალით რაც იდგა ცხინვალის რეგიონში მოახერხებდა თუ არა დროულად ცხინვალის რეგიონზე სამხედრო ძალით პოტენციალი შეამოწმეს, ასე ვთქვი. შეამოწმეს რა დონის მოქმედება შეიძლება ყოფილიყო და დაახლოებით 2 კვირა დასჭირდა ჩრდილოეთ ოსეთში შესაბამისი შენაერთების თავის მოყრას, რომელსაც უკვე შეეძლო ცხინვალის რეგიონში შემოსვლა. ანუ აჩვენებდა იმას, რომ რუსეთის 58 არმია სამხრეთის მიმართულებაზე, რომელსაც ჰქონდა ეს აღნიშნული კვადრატი განაწილებული, 2 კვირის მანძილზე ვერ მოახერხებდა დახმარებას 2020 წელს. ვასტოკს ასე ვთქვათ, ხო, ვასტოკს აღარ. ნუ მაშინ ახტომი იყო გამორიცხული. იმიტომ რომ მაშინ სხვა პერიოდი იყო, თვითონ ჩეჩნეთში იყვნენ განლაგებული, არ იყო თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ასე მომზადებული, არ ელოდებოდნენ საქართველოსთან ამ იმას ამ ყველაფერს და იქნა ეს ყველაფერი შესწავლილი 2 კვირის შემდეგ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები და შორის ძალიან ესე იგი საცოდავ დღეში ჩააგდეს ქართული მხარე, წარმოიდგინე განალაგეს იუკურიძე იყო მაშინ გენერალური შტაბის უფროსი, ქვედანაყოფები განალაგეს როგორ გითხრა, ადომინირებელი სიმაღლე ჩააბარეს ზემოთ რუსებს და დაღმართზე განალაგეს ჩვენ ახლა ჩვენ ბატალიონს 5 ბიჭი ყავდა დაკარგული მაგ ბრძოლებში სულ 16 ჯარისკაცი დაიღუპა როგორც მახსოვს 3 იყო მესამე ასეულიდან 2 იყო ჩვენი ასეულიდან იყო მეორე ასეულიდან იყო და შემდეგ იქნა გამოყვანილი, მაგრამ საინტერესო რაშია, როგორც კი ეს მოხდა, რუსეთს და საქართველოს და ოსებს და ქართველებს შორის დაიწყო ეგრევე ძველი ჭრილობების გაღვივება. ხო, სხვა ტრიგერი ჩაირთო მან. სხვა ჩაირთო, ანუ გამოჩნდა ის, რომ მინავლებული კონფლიქტი არავის არ დავიწყებია, თურმე კიდევ ვიღაცა ფიქრობს 90-იანების მერე დაგვინახეს კიდევ ერთხელ ავტომატიანი ქართველი. კი ბატონო.
კი ბატონო და ეხლა იქ უკვე ზედმეტია ლაპარაკი თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა რა ჩვენ ბიჭებს არ აძლევდნენ რომ პოზიციების დაბომბვა, ჩასაფრების განხორციელებას, არც წინ წასვლის ბრძანება ჰქონდათ, არც უკან დახევის ბრძანება ჰქონდათ. ეს იყო მე ახლა დროთა განმავლობაში ამის ექსპერიმენტებიდან შეიძლება გამოიტანო ანალიზი. ეს დაძაბულობა 2004 წლიდან როდესაც შეიქმნა, ამას მიყვება მეორე ჯაჭვი, ყოველ 2 წელიწადში. ამას ნაკლებად აკვირდება ვინმე. 2006 წელი. რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობები პიკზეა დაძაბული. პიკზე არის მისული 2006 წელს სტარდება წვრთნები ორფოლოში. კავკასიონი 2006 უზარმაზარი წვრთნები, რა ვიცი, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში ასეთი წვრთნები თუ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, მეც მონაწილეობდი უშუალოდ ამ წვრთნებში. დავანებოთ სისულელეებს თავი, ახლა მე რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც უკვე ნათქვამი აქვს, როდესაც პრეზიდენტი ამბობდა თვითონ რომ ეს ომი თურმე რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა, წინასწარ უკვე ზოგი ცხინვალში ხდებოდა, ზოგი სოხუმში ხდებოდა, თავდაცვის მინისტრი მაგას ამბობდა, ახალი მე რა უნდა ვთქვა. 2006 წლის სამხედრო წვრთნებზე განიხილებოდა პირდაპირ განიხილებოდა ცხინვალის შტურმი, იერიში და ეს წვრთნები ეძღვნებოდა ზუსტად ამას. უბრალოდ მოხდა მაშინ რა, როდესაც დასრულდა წვრთნები, არმია ძალიან გადაღლილი იყო ამ ხანგრძლივი წვრთნებიდან, გაუშვეს ნაწილი სახლში დასასვენებლად, რომ ძალა მოეთქვათ და მეორე ნაწილი მერე უნდა წასულიყო და ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო უკვე ფორმირება ქვედანაყოფების ცხინვალზე იერიშისთვის. ახლა ეს იყო დასული თითოეული ჯარისკაცამდე, რომ აუცილებლად გველოდება ომი ცხინვალის რეგიონში უნდა მოხდეს. 2006 წელს ჰაიდა მოულოდნელად ხდება რაღაცა ძალა, თურმე ემზარკვიციანი აჯანყდა კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობიდან მოდის თურმე თბილისის ასაღებად. და ქვედანაყოფები, რომლებიც გათვლილი იყო იმისთვის, რომ ჩართულიყო ცხინვალის რეგიონში იერიშისთვის, იწყებს გადასროლას კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობაში, სადაც შეიარაღებული ძალების შეყვანის უფლება არ გქონდა, ეს იყო მოსკოვის შეთანხმება. კი, პირობა გქონდა კი. ეგ ვალდებულება გქონდა აღებული, რომ ქართულ მხარეს კოდორის ხეობაში არ ქონდა მაგის უფლება. ეს მეორე საკითხი. რისთვისაც შედიოდა და როგორ შედიოდა 2008 წელს გამოჩნდა ეს ყველაფერი. ეს კიდევ ერთი დაძაბულო. 2007 წელი. 2007 წელს ერმილე მაპატი ერთი წამით სიტყვა არ დაივიწყო. აი, ეგ ყველაფერი ხო არ მოასწავლებს იმას, რომ აი ყველა ეს პროპაგანდაც აფხაზეთის და იმეც რომ გითხარი, ჩემი თანამშრომელი სატანკო და სენაკის ბაზიდან იძახოდა, რომ აფხაზეთს ველოდებოდითო, რომ უფრო აფხაზეთის მხარეზე უნდა თვითონ წამოწყება კონფლიქტის. მე ავხსნი ახლა ამას შემდეგნაირად. კაი, პოლიტიკურადაც მიყევი და მე გადავიდეთ სამხედრო ნაწილს. ავხსნი მაგასაც ახლა ეგ ორი მიმართულება არის, დასავლეთის მიმართულება არის, აღმოსავლეთის მიმართულება. ჩვენს შეიარაღებულ ძალებში დასავლეთის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ, დასავლეთში ბაზირებულ ქართულ ძალებს ჰქონდათ აფხაზეთის მიმართულება ეჭირათ და სწორიც იყო ომის შემთხვევაში მათი რეაგირება იქეთ უნდა მომხდარიყო, გამოწვევების შემთხვევაში აღმოსავლეთის მიმართულებას ცხინვალის რეგიონი ეჭირა. საქმე იმაში იყო, რომ რომელიც ჩათვლიდა სარდლობა რომელიც ჩათვლიდა. მათი ამოცანები დასავლეთის ჭორის დონეზე ხო იყო ესე ჯარში გავრცელებული, რომ უფრო აფხაზეთი. აგიხსნი. ეს იყო მათი მიმართულება. სამხედრო მიმართულებით დასავლეთ საქართველოში ბაზირებულ შეიარაღებულ ძალებს ეჭირათ დასავლეთის მიმართულება, აღმოსავლეთისაც ცხინვალის მიმართულება. რაც შეიძლება ჭორის დონეზე, რაც არის საუბარი. წინასწარ არავინ არ იცოდა. იგივე 2008 წელს, როდესაც საუბარი იყო დააკვირდი შენ გაზაფხულის პერიოდი, როდესაც მოდის 2008 წელს, როდესაც გაზაფხულის პერიოდში საუბარი იყო აფხაზეთზე. და რატო იყო აფხაზეთზე? აფხაზეთში რუსებმა შეიყვანეს სარკინიგზო ნაწილები, რომელსაც რკინიგზა აღადგინეს, სადესანტო ნაწილები, რომლებიც განლაგდნენ, ასე შემდეგ და
მიზეზი იყო, რომ იქ ის ქვედანაყოფები, რომლებიც იქნა შეყვანილი აფხაზეთის მიმართულებაზე, ხელშეკრულებით არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ქართულ მხარეს ჰქონდა იმის საბაბი, რომ აი რუსეთმა შემოიყვანა ჯარი კონფლიქტის ზონაში, რომელიც მაგ წელს ხდება ზუსტად იმ დღეს რო ვისაუბრეთ ჩვენი დრონის ჩამოგდებაც იმ წელს ხდება აფხაზეთის მიმართულებაზე ეს და მე ახლა ჩვენ უბრალოდ გადავახდით ახლა 2007 წელს. ბოდიში აღარ ჩავერევი გისმე ჩემო კარგი. მივალთ მაგამდეც. ან 2007 წელი გამოირჩეოდა რითი? 2006 წელს ჩატარებული 2007 წელი გამოირჩეოდა რითი? შეტაკებებით, დაძაბულობებით, როგორც დასავლეთის მიმართულება, ესე აღმოსავლეთის მიმართულებაზე იყო არაერთი შეტაკება თვითონ კოდორის ხეობაში, მე თვითონ მონაწილე ვარ მაგ პერიოდში პირველი დაბომბვა მაგავიარეთ, მაინც ყოველთვის დავიწყარია პირველი ამბები რაც ხდებოდა და 2007 წელი არის, როდესაც ხდება აფხაზეთში ჯგუფების შესვლა, ჩვენი დივერსიული ჯგუფების შესვლა და იქ ლიკვიდირება ტყვარჩელთან რუსი მეთაური ყავთ, ტყვეების აყვანა აფხაზების, გადმოყვანა ჩვენ ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში მიმდებარე ტერიტორიაზე. აფხაზებს აქვთ რეალური შიში აქვთ, რომ კოდორის ხეობიდან, იმიტომ არის ძლიერი შენაერთები იდგა კოდორის ხეობაში, რომელსაც სეპარატისტების მიმართებაში, ახლა ესეც არ არის დამალული, რომ აფხაზეთის გეგმა, დაკავების გეგმა არსებობდა. ეს არავისთვის ახალი არ არის. ბუნებრივად დღესაც უნდა არსებობდეს მე თუ მკითხავ. დღესაც უნდა არსებობდეს, მაგრამ ახლა რაშია ეს საქმე არის პერიოდი, როდესაც არმიას თავდაცვითი პოზიციები უკავია, დღეს უკავია თავდაცვითი პოზიციები. იმიტომ რეალობა ესეთია, იქ არის რუსული ჯარი, რომელთანაც შანსი არ აქვს ბრძოლის. და არსებობს ძირითადად თავდაცვითი მიმართულება. იმ პერიოდში, როდესაც ის რეალობა არსებობდა, მაშინ იყო რა, მაშინ რუსეთი ოფიციალურად არ იდგა, სამშვიდობოები არ ჩაერეოდნენ და მაშინ ეხლა რეალობა შეიცვალა, ეხლა უკვე წარმოუდგენელი არის ჩვენ რაიმე თეორიაში დღესაც უნდა გქონდეს კი რა სამხედრო მეცნიერება, სამხედრო თეორია მოითხოვს იმას, რომ თუ კი შენ გაქვს კონფლიქტური ზონები, იქ აუცილებლად უნდა გქონდეს თეორიის დონეზე, თუნდაც ქვეყნებიც კი, რომლებთან ერთმანეთთან ნაუმარი არა აქვს, შეიძლება 100 წელიწადი, იქაც არსებობს კი ეს არ შეიძლება, არ ხდება, მაგრამ ვინ იცოდა მოხდეს, ეს უნდა იყოს გარანტირებული გეგმა. 360 გრადუსი ახლა რომელი ყავს, ვთქვათ, კარგი მეგობარი ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო მეცნიერება, რასაც ყურებს ვერ გააგებია დღეს, რომ ეს გინდა. აი, უშიშროების საბჭო მე თვითონ მკითხავ, ყოველ ექსპრესში უნდა იკრიბებოდეს და ყველა კონკრეტულ მეთოდებზე ჯარს აქვს ორი ფუნქცია, ან წვრთნას ატარებს, ან ომობს. მეტი ფუნქცია არ გააჩნია, ხო? რისთვისაა დანარჩენი შექმნილი შეიარაღებული ძალები? აი, შვეიცარია, რომელსაც ამდენი წელი არ უომია, მასაც აქვს თავდაცვის გეგმა მის მეზობლებთან მიმართებაში. ბუფერული ზონების შექმნა, დივერსიული არის ეს, იმიტომ რომ ამას მოითხოვს თვითონ სამხედრო მეცნიერება. 2007 წელი გამოირჩეოდა ამით. უკვე 2008 წელი, როდესაც მოვიდა, მოდის პერიოდია დიპლომატიური დაძაბულობის, აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. სადაც თებერვლის თვეში აღიარებენ კოსოვოს, რომელსაც ძირითადად წონიანი ქვეყნები ყველა ცნობენ და რუსები ამბობენ, მაშინ ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენი საშინაო დავალებები, პუტინი ამბობს პირდაპირ, ეხლაც მახსოვს სიტყვები ყურშუნას, ის დამაშნიე ზაგატოვკი. და კიდე რა ასეუბნება? ეს არის ჯოხი, რომელსაც აქვს ორი ბოლო და მეორე ბოლო მათ მოხდება თავში. Это полка, у которого есть два конца, и второй конца трехнет ему в голове. А ესე უბნება პირდაპირ. გვეუბნებიან, რომ კოსოვო განსაკუთრებული მომენტი, არაფერი განსაკუთრებული არა, ტყუილია ეს ყველაფერი. ეხლა კარგად ჩანს ეს ყველაფერი, რომ თუ კი იქ მოხდება რაღაცა, აქაც შეიძლება რაღაცა უნდა მოხდეს. სხვათა შორის მასში ხდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი და ამ საინტერესო მომენტზე არ აკეთებენ ამას, რა ქვია, ხაზის გასმას. როდესაც საქართველოს ეუბნებიან უარს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ქართულ მხარეს ეგრევე გამოყავს კოსოვოდან შეიარაღებული ძალები. სამშვიდობო ბატალიონი ეგრევე გამოდის. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ შენ თვითონ სეპარატიზმი გაგაჩნია ქვეყანაში და სეპარატიზმის დამცველად არ უნდა იყოს შენ ჯარისკაცი იქ.
2008 წელს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება თუ შეიძლება რაღაცა ნაცებს ჩაუთვალო იმ პერიოდში ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ნუ აი ვღებულობთ ახლა ამ რეალობას და მოდის 2008 წლის ომი. 2008 წლის ომი. გადავიდეთ ახლა პოლიტიკურ კონტექსტებზე, ასე ქრონოლოგიას ეთმობოდა იქ ყველაფერი. გადავიდეთ პოლიტიკურ კონტექსტებზე. კი, აი პირველი ნაწილი ესე ვქნათ, რომ აი ეს და უშუალოდ მე სამხედრო თეატრზე მეორე ნაწილში ვისაუბროთ. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, პოლიტიკური კონტექსტი იყო შემდეგნაირი. რუსეთს ჰქონდა და ეს იყო ჩვენი ხელმოწერით თანხმობა გამოცხადებული, ეს დსთ-ს სამშვიდობო მიმართულება იყო, რომელიც აფხაზეთში იყო, ეს იყო შერეულის კომისია, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა, ჩვენ მივანიჭეთ რუსებს მანდატი იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში ლეგალურად ყოფილიყო. და ესენი არ შედიოდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებში, რომლებიც იყო განთავსებული საქართველოში. ანუ ის რაც იქნა ხელმოწერილი, რომ რუსებს ჯარები გაეყვანათ, ის არ ვრცელდებოდა ამაც. არც აფხაზეთში მყოფ რუსეთის ჯარზე, ხო, სამშვიდობო გავყოთ და ბაზები გავყოთ ერთმანეთის. სამშვიდობო და ისევე ცხინვალს. ეს იყო ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი სუვერენული, სადაც შევარდნაძის მოთხოვნით იქნა შემოყვანილი რუსული სამხედრო ნაწილები და ეს ამას ჰქონდა მინიჭებული. ანუ საერთაშორისო შეთანხმების. აი ბოდიში მაყურებელს რო აუხსნათ, ანუ 2007 წლის სექტემბერში რო ახალქალაქიდან გავიდა რუსული ბაზები, ეგ ბაზები გახდათ კომუნისტების დროიდან დარჩენილი ამიერკავკასიაში მყოფი საბჭოთა ჯარების შენაერთები, ასე ვთქვათ, რომელზეც იყო საუბარი, უნდა გასულიყო. სამშვიდობო ძალები სულ სხვა რაღაცას წარმოადგენდა და ეს რუსული ბაზები სულ სხვა რაღაცას. ეს უბრალოდ რომ სამშვიდობო ჯარები იყო, ხო, სამშვიდობო ჯარები. მაყურებლისთვის გასაგონი რომ გავხადოთ. სამშვიდობო ჯარები იყო ქართული მხრის მოთხოვნით შემოყვანილი კონფლიქტის ზონაში და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, კლევო. ამას აქვს ძალიან შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კონდეს. კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის მოთხოვნით იქნა შემოყვანილი რუსეთის სამშვიდობო ჯარები, რათა მათ დაეცვათ მშვიდობა. ამას ჰქონდა საერთაშორისო შეთანხმების დავამთავრებ. ამას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსი, ამაზე ჰქონდა გაკეთებული თანხმობა გაეროს, ევროპის უშიშროების საბჭოს და მათი აქ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა. და საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სტატუსი დაცული არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით. გაგრძელებ ბატონო. კი ბატონო, აი რაზე მინდოდა, აი ზუსტად შენივე იმას ვიძახი, რომ სხვათა შორის ედუარდ შევარდნაძეს თუ შეგვიძლია ერთი კიდე რაღაც აი აფხაზეთის ომის დასრულების შემდგომ დასავლეთს მიმართა მაგ მოთხოვნით, რომ სამშვიდობო ძალები შემოიყვანა და ისინი არ შემოვიდნენ მაშინ და მოუწია ისევ რუსეთისკენ გახედა. ეგაც უნდა აღნიშნოს. შემოვიდნენ კი არა, პირდაპირ უარი უთხრეს ვაშინგტონში. მე პირდაპირ ამიხსენს. ანუ ეგ მომენტი მინდა რომ ეგაც გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არ იყო პირდაპირ შემოეხეტა რუსეთი, ეგრე არ იყო მაქამდე ეს ყველაფერი დაიწყო 92-93 წლებში, რომ აი ეს ერთმანეთის დაშორება კონფლიქტური ზონების შორის ჩამდგარიყო ვიღაც, ჯერ იყო დასავლეთთან მიმართვა. ქართული მხარის შევარდნაძის მოგვიწია მე რუსეთთან მოთხოვნა იმისა, რომ შეიჭადეკი ჩუვაში. კი ბატონო. ამას ჭირდება პირდაპირ ახსნა ჭირდება ამას. ეს იყო შევარდნაძის ხუნტის მიერ მოწერილი ხელშეკრულებები, რომელი მოწერილი ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა შევარდნაძის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოში. ეს იყო, აი ესე გიდიდო აქ თავიდან ბოლომდე. ისევე როგორც დანარჩენი. იმიტომ რომ როდესაც ეროვნული ხელისუფლება დაამხო შევარდნაძემ და რა ვიცი, სამოქალაქო ომით დაწყებული ჯერ მოხდა პუტჩი და მერე გადაიზარდა ეს აფხაზეთის ომი იყო თუ რა იყო სამოქალაქო ომში, რომელშიც რუსეთი ჩაერია, შემდეგ კონფლიქტის მონაწილე მხარე შემოიყვანა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავისი ძალაუფლება და ქვეყანაში შენარჩუნებია რეჟიმი. ეს იყო მისი მოთხოვნა. თუ არა იყო ყარაბახი, აგერ იგივე ჩვენს მეზობლად, სომხების და აზერბაიჯანელების კონფლიქტი, სადაც არც ერთი ქვეყნის სამშვიდობო ჯარი არ იდგა.
იყო განყოფი ხაზი და იყო აქეთ მხარეს ერთი ნაწილი, იყო მეორე მხარეს მეორე მხარე, პირველი მხარე, მეორე მხარე. ამიტომ ეს მანდატი საქართველოში რუსული სამშვიდობოები ყოფილიყო ქართულმა მხარემ, ვისაც წარმოადგენდა ედვარდ ჯევარდნაძე, მიანჯა დაგომისის ხელშეკრულებით. ბევრად ადრე მოხდა, კი, ბევრად ადრე მოხდა. და ისაც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთმა მაშინ უარი თქვა აქ ჩამდგარი. ეხლა როდესაც მიდის საუბარი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მიდის საუბარი რუსეთი შემოიჭრა, რუსეთი თავს დაგვესხა, რუსეთმა ესქნა, რუსეთმა ისქნა. როგორ შემოიჭრა რუსეთი საქართველოში, როდესაც შენ გქონდა მანდატი მინიჭებული რუსეთისთვის, რომ ის ლეგალურად ყოფილიყო საქართველოში. და რომ ამ შეიარაღებულ ძალებს გაეროს სამშვიდობო მანდატი ჰქონდათ მინიჭებული, მათი უფლებები და უსაფრთხოება გაეროს წესდებით იყო დაცული და რუსებს ავალდებულებდა ეს ხელშეკრულება, რომ სამშვიდობო პროცესი დაეცვათ რეგიონში. რუსებმა ოპერაცია რო დაიწყეს, რა დაარქვეს იმას იცი? ეხლა ხო ესვე უქვია ამას. სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხო ქვია. კი ბატონო. მაშინ რა ერქვა, იცი? იძულებით მშვიდობის დამყარება საქართველოში. კი. და მათ თქვეს, რომ ჩვენ საქართველოსთან კი არ ვარ. ანუ იურიდიულად გაიправეს თავი ბოდიშის ლენგი. ჩვენ მოქმედებთ მანდატით, რომელი მანდატით თავის დროზე მოგვანჯა ქართულმა მხარემაც და ავიღეთ ეს მანდატი, იქ შეიცვალა 9 ხელისუფლება, გამსახურდია, მერე მოვიდა შევარდნაძე, ახლა სააკაშვილი და იქ ეს მანდატი ჩვენ ქართველი ხალხიდან და ოსი ხალხიდან და აფხაზი ხალხიდან გვაქვს აღებული და ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება დადგა საფრთხის ქვეშ. ეს რაც შეეხება საერთაშორისო კონტექსტს. თუ ვინმეს უნდოდა რომ ეს არ მომხდარიყო საქართველოში, მაშინ უნდა მომხდარიყო ამ ხელშეკრულების დენონსირება, გაუქმება, ქონდა ეს უფლება ქართულ მხარეს, გაეუქმებია რუსეთის სამშვიდობო ჯარების მანდატი საქართველოში და უკვე რუსეთის თუ არ გაიყვანდა ჯარებს, ის გარდაიქმნებოდა საოკუპაციო ძალებათა შეგეძლო უკვე საერთაშორისო სამართალთან არ როგორც დეი პოსტფაქტუმ გავაკეთეთ ეგ ყველაფერი ჩვენ ხო უკუღმა გავაკეთეთ პოსტფაქტუმ გავაკეთეთ ჩვენ როდესაც ომიდან თავდა მე მაგას ვიძახი ხო რა ანუ პოლიტიკური ომი ყველა მხრივ წავაგეთ პოლიტიკული წავაგეთ და ისე ომი ხო წავაგეთ ამაში იყო საქმე ეს იყო სულთა დიპლომატიური ხაზი რომელიც დიპლომატიური ხაზიც იქნა სრულიად წაგებული გაეროში და ეს ძალიან კარგად უნდა ცოდნოდათ ჩვენ ეგრეთ წოდებულ დიპლომატებს მაშინ გონია ალასანია იჯდა იქ რომ ჩურკინს ელაპარაკებოდა და საქმე რაში იყო იცი იმას ვერავინ ვერ იტყვის რომ რუსეთმა არ განაცხადა რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობასთან დაკავშირებით ისინი იმოქმედებდნენ ესენი ამას ღიათაც აცხადებდნენ იყო ამაზე საუბარი როგორც პოლიტიკოსების, რიგით პოლიტიკოსების დონეზე, პრეზიდენტის დონეზე იყო, როდესაც ზუგდიდის რაიონში დაიჭირეს რუსები და იარაღი ჩამოართვეს მაშინ. აი, ხო რაღაც საშინელება იყო და რატო ეგონათ გინდაც ჩვენ მხარეზე ან დასავლურ მხარეს რომ ეგეთი რაღაცას გაპატიებს რუსი, რაც მაშინ ჩვენ დასავლურ მხარეს არაფერი არ ეგონა. დასავლური მხარე, მე ამას ახლა დავასრულებ უბრალოდ პოლიტიკურ კონტექსტს და მე შემაჯამებელს ვიტყვი ბოლოში. რუსები ამაზე პირდაპირ მოქმედებდნენ. მე შენ გაგახსენებ 2008 წლის ომამდე რამოდენიმე დღით ადრე. დღით არ შეიძლება ერთი კვირით, ორი კვირით ადრე. საქართველოს საჰაერო სივრცე უხეშად დაარღვია რუსულმა გამანადგურებლებმა. ბომბებით ჩამოყარეს გორის რაიონში სხვათა შორის. არც ერთი ბომბი არ აფეთქდა. გახსოვს ეგ პერიოდი? და მაშინ ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც რუსებმა განაცხადეს, რომ კი, ესენი ჩვენი თვითმფრინავები იყვნენ. ანუ ეს იყო პირდაპირი გაფრთხილება, რომ თუ თქვენ ჩაერევით ამ კონფლიქტში, ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ. იმიტომ იქ არიან ჩვენი მოქალაქეები და იქ არის ჩვენი შეიარაღებული ძალები. ეს იყო და ეს. როდესაც ამ ყველაფრის ფონზე
თავარსარდალი იქეთ და იქეთ მიდის დაძაბულობაზე. როდესაც მთავარსარდალი იქეთ ემუქრება, ამას გიზამთ, იმას გიზამთ, როცა იცის ძალიან კარგად მისი ძალთა ბალანსი. და აქვს იმედი რაღაცა მითიური დასავლური დახმარების. როდესაც ქვეყნიდან გაყვანილი ყავს ყველაზე მეტი გამოცდილი ერთი ბრიგადა, რომელმა ბრიგადამაც ქვას ადეგდო ცხინვალში ისიცოდა, რადგან მისი ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ცხინვალის შტურმი. აქ დააკვირდე როგორი შიდა დივერსიები ხდება. ყველაზე ძლიერი ცოდნე უშუალოდ მაგ საქმის ქვედანაყოფი გაყვანილია საერთოდ ქვეყნიდან და სხვის ომში მონაწილეობს. ისედაც ყავს დაახლოებით 4 ბრიგადა. მეხუთე არ იყო დაკომპლექტებული და ერთი ქვედანაყოფი გაყვანილი ყავს საერთოდ. დააკვირდი ახლა ამას. რატო იბრიქები? თუ არ გინდა კონფრონტაციაზე წახვიდე. როდესაც ყველა გეუბნება მოხდება. 6 აგვისტოს ამერიკული მხარე მაშინდელი სამხედრო ატაშე პირდაპირ ჩადის სოხუმში და ხვდება ბაღაბშს. ოფიციალურად ეს ყველაფერი არის იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი ახლა აფხაზებს თურმე აფხაზები არ დაგვესხან თავს თურმე აი ამ მიზნითაა ჩასული. სინამდვილეში სულ სხვა რაღაცა ხდება. სულ სხვა საუბარი ხდება. მას მე გადავოლდი. და აღმოჩნდება ის, რომ მოულოდნელად იწყება აგვისტოს რა ჯერ ესე რო იძახიან, ჯერ იყო 8 აგვისტო. ახლა 7 აგვისტო გახდა ომისთვის. რაში იყო საქმე? რეალურად ომი რასაც ქვია დაიწყო 1 აგვისტოს. ხო, აგვისტოს 1 აგვისტო. პირველი აფეთქება 5 აგვისტოს მოხდა ჩვენი მესაზღვრეები და ის სამშვიდობოები რო აფეთქეს ჩიპით და ბატონო 6-7 საღამო იყო, ესენ რო იძახიან 7-ში, აფერ 7-ში არ მოხდა რა კაცო, 6-7 საღამო იყო პირველი დაღუპულები ჩვენი მხრიდან რო იყო. აქ რაზე მიმდინარეობს ეს პროცესი. რაზე მიდის იცი ბოდიჩი და მატაობა, რომ ცეცხლი ხო გაიხსნა ჩვენი მხრიდან 8 აგვისტოს ანუ 12 საათსა და 15 წუთზე და ეხლა 7 აგვისტოს მაგიტო იძახიან, რომ აქამდე შემოსული იყო და რა არის იცი ეხლა ანტენი ტელევიზია აქამდე შემოსული იყო. მოიცადე. ვერ იყო, არ იყო გენახევრის მერე შემოვიდნენ ჯერ ეგერთი ეგ. არა. მოიცა. რაც შეეხება იმას, რომ მანდატით, რომლითაც რუსებს არ ეკუთვნოდათ იქ ჯარები, რომლებიც იყვნენ. უკვე იდგნენ ისინი აფხაზეთში და უკვე ისინი იდგნენ სამაჩაბლოში. ჯავის რაიონი უგარდანტა და სოფელი სხლები იყო კი. უკვე იდგა. იქ იდგნენ მანდატის გარეშე მყოფი. გაეროს ხდომა რატო არ მოვითხოვეთ და რატო დავიწყეთ პირდაპირ გაეროს ხდომა ხოი და საოცრება ითხოვს რუსეთი რომ შეაჩეროს ქართული აგრესია ცხინვალზე. რატო არ მოითხოვა? მე კითხვა პირველი ეგ მებადება რომ ხა რო უპირისპირდები ამხელა ძალას ხო რაც არ უნდა იყოს. მაგაშია სა. პირველი განგაში უნდა ატეხო ხო პანიკა ატეხო ეხა აი ჩვენც ადამიანებზე გადავიყვანოთ თერმინი ერთი წამით. აი სუფთა ადამიანებზე გადავიყვანოთ, ვიღაცასთან კონფლიქტი რომ მოგივა, ძმაკაცებს ეძახი ხო, როცა ხვდები რომ ის მოწინააღმდეგე ცოტა არ იყოს და შენზე ძლიერია, რომ მომეხმარეთ რა, მე ამას ვერ გაუმკლავდები ხო? რაზე მეტყველებს ეს? პირდაპირ გიხარ რომ რა ვიცი, წააგო წინასწარ. რაზე მეტყველებს ეს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცა ამათ აჯერებთ რომ თქვენ მიდით კაცო რუსეთი არ ჩაირევა ხო ეგ განცხადებაც ეგ ცოტა იმაში სამხედრო იმაში მიდა თქვა რომ დილით რო გამოვიდა და იმებს ეუნებოდა ჩვენ იმაში დელიკრებიერ ინტერნეტში გადავამოთ მე რუსეთი ჩარევას არაპირებსო და ეგ გეტონეზე თუ განვიხილავდით ჩვენ რომ ინტერნეტში რაც წერდა რუსეთი კარგად გქონია საქმე ხო და ინტერნეტს თავი გაანებე ვაშაძე რას ამბობს გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მაშინ. ამბობს რომ რუსეთი არ შეიძლება ესა კოკოიცის თვითშემოქმედება და რუსეთი უხერხულ მხარეშია ჩავარდნილი. რას ამბობს ეს რა ქვია
კონფლიქტების მინისტრი რო იყო, ეს ებრაელი იყო, ქართველი ებრაელი. გვარი გამახსენე ერთი. მაიცა იაკობაშვილი? იაკობაშვილი. მოლაპარაკების ვინც აწარმოებდა პარტიას გააუსწრა და მთელი ისტორიები რომ მოყო. არა, შეხედე რა ხდება? რუსებიო როგორც იტყვია ნილ უკავიატო. არ უნდათ რუსებს ჩარევა. შეხედე ახლა რა შეასაკ. არანაირი სიტყვა რუსეთის შემოჭრასთან დაკავშირებით 7-8 აგვისტოს დროს არ არის. სეპარატისტებთან აქვს საქმე, ხო? არ არის. ამ დროს რუსეთი მოქმედებს ღიად. გავსებულია აფხაზეთი რუსული შეიარაღებული ძალებით და ეს მიმდინარეობს მომზადება. მოდი ჩვენ ახლა უკვე სამხედრო მხარეს მივდივართ და ისევ დაუბრუნდეს მომზადებას. მაგას ცალკე განვიხილოთ. როგორ მომწიფდა ომი? აი მანდ მივყვეთ ეგვილეთ. რატო მიდის ეს ყველაფერი? და რატო არის ამაში საქმე? ჩვენ ვინც გავიარეთ წვრთნები 2008 წლის ომში ჩასართავად, ნუ ცხინვალის რეგიონის და პოლიტიკოსებმა არცად არ განიხილებოდა. არც ერთ წვრთნებზე არ განიხილებოდა ქვედანაყოფების მოქმედება საჰაერო დარტყმების დროს. არც ერთ ჯარისკაცს არ ქონდა გავლილი სწავლება საავიაციო დარტყმებზე როგორი პასუხი უნდა ყოფილიყო. 2008 წლის ომის დროს რუსეთის ავიაციის მოქმედება ეს აღმოჩნდა სიურპრიზი სრულიად მთელი ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. გამოიწერეთ ემიგრანტ TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.